ავიღოთ კანონმდებლობა, ავიღოთ პატიმრების საკითხი, მათ შორის შეგრებების შესახებ კანონმდებლობა. ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯები, რამაც ჩვენ მოგცა ქვეყნის დამშვიდების შესაძლებლობა. და როდესაც ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებსაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება უნდა გამოიტანოს თავისი დასკვნები. გამჭვირვალობის შესახებ კანონი რატომ იქნა მიღებული? იმიტომ, რომ 2020 წელს მაგალითად სწორედ გამჭვირვალე და ფინანსებულმა NGO-მა გააყალბეს ეგრეთ წოდებული PVT, პარალელური დათვლის შედეგები. გააყალბეს და დღემდე მათი მხრიდან ჩვენ შეფასება არ მოგვისმენია, ხო? შემდეგ იგივე გამყალბებელი NGO-ები ავიდნენ სცენაზე 2022 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი ჩართულობით, უშუალო ჩართულობით მთავრობის ფორმირება. ისინი ღიად ჩაერთნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში, საბაბად გამოიყენეს ამისათვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, ხო? ანუ რეალურად ერთმა სუბიექტმა არ მოგვინიჭა კანდიდატის სტატუსი და იგივე სუბიექტის მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა ამის გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის დაკომპლექტება. შემდეგ იყო რევოლუციის არაერთი მცდელობა, ამ მცდელობებში ღიად იყვნენ ჩართული გამჭვირვალედ დაფინანსებული NGO-ები. გამჭვირვალობამ ჩვენ მოგცა იმის საშუალება, რომ ყველაფრისთვის ფარდა აგვეხადა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია და ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობას, აქაც იცით რა ხდებოდა 150 კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად 1 წლის განმავლობაში კეტავდა რუსთაველის გამზირს. შემდეგ მივიღეთ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელმაც ამის საშუალება მათ აღარ მისცა. ერთადერთი ქვეყანა იყო მსოფლიოში, საქართველო, სადაც 150 კაცი 1 წლის განმავლობაში კეტავდა ცენტრალურ გამზირს, ხო? მივიღეთ კანონმდებლობა და შესაბამისად აღარ მივეცით 150 კაცს იმის შესაძლებლობა, რომ 4 მილიონი ადამიანისთვის შეექმნა პრობლემები. ამის გაუქმებას როცა ითხოვს ეუთო საპარლამენტო ასამბლეა, ყველაფერი დღესავით ნათელია. ამ შემდეგ დაიწყეს რა, როცა ვეღარ კეტავდნენ რუსთაველის გამზირს, დაიწყეს სრულობები ტროტუარებზე და ამით უქმნიდა 150 კაცი უკვე პრობლემას 4 მილიონ ადამიანს. ამის წინააღმდეგაც მივიღეთ კანონმდებლობა და ამ ყველაფერმა დაამშვიდა მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ერთსამით ტროტუარზე დგომის გამო დღეს ადამიანებს ტროტუარზე დგომა ყველა შეუძლია. არ შეიძლება 150 კაცს არ შეგიძლიათ 150 კაცს არ შეგიძლიათ ერთ ადამიანს შეუქმნათ არა 150 კაცს არ შეგიძლიათ დისკომფორტი შეუქმნათ 4 მილიონ ადამიანს. ეს არის ტროტუარზე დგომა ყველა შეუძლია დამერწმუნეთ ასე წერია კანონში. ეს ერთი. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა და როდესაც ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ახლა ითხოვს იმ კანონმდებლობის გაუქმებას, რომელმაც ქვეყანა დაამშვიდა, ლოგიკური დასკვნა მარტივია. ანუ კიდევ ერთხელ უნდა ეუთო საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა, ხო? ქვეყნის არევა თუ მათ უნდათ, რა თქმა უნდა, ამას დავუპირისპირდებით. იგივე ხება პატიმრებსაც. ვინ არის დაპატიმრებული, ხო? ძალადობაში ჩართული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში. და საბოლოო ჯამში ჩვენ სწორედ ამ ადამიანების დაპატიმრებამ მოგცა პრევენციის საშუალება. და ის რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა ბევრად უფრო მარტივად აღიკვეთა, სწორედ იმის დამსახურება, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდა მოძალადეების დაპატიმრებას. როდესაც შენ მიერვე წახალისებული ევროპულ ბიუროკრატიას გულისხმობ, მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვ. ეს ხო თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ კიდევ ერთხელ უნდათ სადონ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. და რა თქმა უნდა, ასეთ ცდილობებს დავუპირისპირდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის წინაშე, არამედ ქართული ხალხის წინაშე. და ქართულ ხალხს უნდა სიმშვიდე და უნდა დამშვიდებული ქვეყანა და რა თქმა უნდა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად.